ახო ოქრუაშვილი ველისციხე. ჩემი მარნის ისტორია იწყება 2017 წლიდან. ბავშვობიდან ჩვენ ოჯახს ყოველთვის ვენახი ქონდა, ყოველთვის ახლო იყო ვენახი ჩემთვის და გადავწყვიტე მარნის აღდგენა, ღვინის მოყვარული ადამიანი ვარ, მიყვარს ღვინო და ღვინის მოვლა და ღვინოსთან ურთიერთობა და საინტერესო თემაა ძალიან მეღვინეობა ჩემი აზრით. 10 წლიდან უკვე ვეხმარებოდი ჯერ პაპა ჩემს, მე მამა ჩემს და ეს ჩვენი საოჯახო საქმიანობაა, მეღვინეობა და მევენახეობა. ძალიან საინტერესო პროფესიაა. შეგიძლია ექსპერიმენტები ჩაატარო ღვინოზე, რა ვიცი, ყოველ წელს ახალი გემოები მიიღო, ძალიან საინტერესო საქმეა. მე პროფესიით უსაფრთხოების ინჟინერი ვარ, მაგრამ ჩემი სპეციალობით ერთი დღეს არ მიმუშავია. ანუ მეღვინეობით რომ მოიწამლება ადამიანი კარგი გაგებით, სხვა პროფესიები ვეღარ გაიხედება ჩემი აზრით. ჩემი საყვარელი ვაზის ჯიში არის საფერავი. ძალიან ბევრი მოვლა სჭირდება. ძალიან სათუთი მოსაყვანია, სათუთი მოსავლელია და ღვინოც ისეთი გამოდის, როგორც წამალი. განსაკურნებული წამალი რა. სამწუხარო დროის უქონლობის გამო ვერ ვიღებ დამატებით განათლებას და მეღვინეობის შესწავლას. ცოტა ხანში უკვე ჩემი ვენახები წამოიზრდება და უფრო მეტი დრო მექნება რომ მივიღო მონაწილეობა რამე ტრეინინგებში. 4 ჰექტარზე მაქვს გაშენებული ვენახი. ვაწარმოებთ სამი სახეობის ღვინოს, ეს არის საფერავი, ქაწითელი და ქისი. სამომავლოდ დაემატება სხვა ჯიშები, კახური მწვანე, ხიხვი და ვარდისფერი ქაწითელი. ამ ეტაპზე ვაწარმოებ მაქსიმუმ 3 ტონა ღვინოს ყოველ წელს. ბოთლებშიც ვასხავთ და ისეც მოსული სტუმრებისთვის, როგორც ჩამოსასხმელი ღვინო, ისევ თავად. თითქმის ყოველ დღე მყავს ჯგუფები, პატარ-პატარა ჯგუფები და აინტერესებს ძირითადად ეს ღვინის დაყენების ტრადიცია, როგორ ყენდება ღვინო ქვევრში და ძალიან დიდი ინტერესი და უხსნი უყვები ჩვენ ტრადიციებს ვაცნობ როგორ ყენდება ღვინო ქვევრში და რა ხდება ზოგადად კახეთში ამ მიმართულებით. მწვადი აუცილებელი ატრიბუტია კახური სუფრის, წალამზე შემწვარი, პური, რა თქმა უნდა, შოთის პური თონეში და ხაშლამა კიდე. ესე ნათქვამი კახურმა მწვადმა ღვინო უნდა მოგაწყუროს და ღვინომ კიდე საჭმელი უნდა მოგაშიოს. ველისციხე ძალიან ძველი სოფელია, ისტორიული, უკვე 1500 წლის სოფელია. აქ არის ძალიან ბევრი ძველი სახლები, ძველი მარნები შემორჩენილი. საუკეთესო ყურძენი მოდის ველისციხეში, ზღვის დონიდან 400 მეტრზეა და საფერავისთვისაც და ქაწითლისთვის ძალიან კარგი კლიმატია. ჯერჯერობით ჩემი ღვინო არც მარკეტში არსად არ გამაქვს, არც ექსპორტზე, მხოლოდ აქ ადგილობრივად ვყიდით ჩემს ღვინოს. სამომავლოდ მინდა ცოტათი გავაფართოვო ჩემი მარანი და ჩემი დიდი სურვილია რომ ექსპორტზე ცოტა რაოდენობით გავიტანო ჩემი ღვინო. კარგი მომავალი ექნება აუცილებლად ქართულ ღვინოს, იმიტომ რომ ჩვენ ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა ვართ, სადაც ღვინო დააყენეს ხალხმა და ქვევრის ღვინის ჩვენი ქართული ტრადიცია ერთ-ერთი უნიკალურია მთელ მსოფლიოში და რომ გაიცნობს ხალხი, უფრო მეტი წარმატება ექნება ქართულ ღვინოს. იმ ადამიანებს, ვინც ახლა იწყებს მეღვინეობას, ვეტყვი რომ ძალიან საინტერესო საქმეა, რაც მთავარია შრომა უნდა შეიყვარონ და შრომის ნაყოფია ვენახის და მეღვინეობაც. გაბედულები უნდა იყვნენ, ნაბიჯები უნდა გადადგან, უნდა იშრომონ და ნელ-ნელა წარმატებაც მოვა.